ნინი, რა მინდა კითხო? გათხოვებაზე არ ფიქრობ? კი, მაგრამ არ მიდავჩქარდე. მინდა რომ ჩემი მომავალი დავუკავშირო ისეთ ადამიანს, რომელიც იქნება დამოუკიდებელი. ექნება საკუთარი ბინა, სამსახური და ეყვარება მოგზაურობა. საოცარია. როგორ ზუსტად იცი ჩემზე ყველაფერი? როგორ ყველაფერი დაემთხვა? კი, ყველაფერი. მე ძალიან მიყვარს მოგზაურობა. და ერთად ხო არ გვემოგზაურა? კი, მაგრამ შენ რომ ერთხელ უკვე არ გაგიშვა კონსულმა, ახლა როგორ აპირებ დარწმუნებას, რომ იქ დარჩენას არ აპირებ? რა არის იცი? ამჟამად ჩემს ნახატებს საქართველოში ვტოვებ. და ასეთი ცნობილია შენი ნახატები. სხვათა შორის, ჩემი ერთ-ერთი ნახატი ბენდუქიძე მიყიდა და თავის სახლში უკიდი. მე როგორც ვიცი, ბენდუქიძე სასტუმროში ცხოვრობს კახა. და რა შუაშია კახა, მე ვთქვი ვაჟა. იცი, ძალიან დამაინტერესებ. იქნებ მოვიდე შენთან და დავათვალიერო შენი ნახატები. არა. რატო იცი, სახლში ვარ ძალიან არეული, მიულაგებელია იქაურობა. კარგი რა, მე დაგილაგებ ყველაფერს. სახლში მყავს თაგვები. ვაიმე, გიჟდები თაგვებზე, იცი ზაზუნები მყავს. კიდევ ერთი უცნაურობა ის ჩემს სახლს. კუთხეებში ამოდის სოკოების შხამიანი. ჯენ არ იცი, როგორ ვერ ყვევი სოკოებში. მაშინ მე მოკლედ გადაწყდა, ხვალ მოვდივარ შენთან. კარგი. ეხა გავალ ხოლმე. ერთი წუთი ანგარიში თუ შეიძლება. თქვენი იმ მამაკაცმა გადაიხადა. მალოთ, აი ესეთ პატივისცემაში ვარ სულ. დამწყდ გაგაცი. დიდი მადლობა დახმარებისთვის. რამდენია ჩემზე? 40 ლარი. ხო, ეს მობილურიც ახონდეს. ერანგი. ახო. მოდი. დაჯექი. დათო. ქუჩის მეორე მხრიდან დაგინახე და ვინ იყო ის გოგო? ის გოგოა ერთია რა. რაღაცას ვფიქრობ და. და რა იყო, რატომ მეკითხები, მოგეწონა? კარგი გოგოა კი, მაგრამ შენი ყოფილი ცოლი ჯობია. ის უფრო ლამაზი იყო და უფრო მაღალი. სამაგიეროდ ამას ჩემი წარმატების ჯერა. ვაიმე, ის უფრო ჭკვიანი ყოფილა. როგორ აპირებ თავი რომ მოაწოდო, მაინტერესებს. როგორ და ჩემი ნახატებით და შენი სახლით. რა? რა არის იცი, შემთხვევით წამომწდა რომ მე მაქვს სახლი, ანუ შენი სახლი და ხვალ მოდის ჩემ სახლში, ანუ შენ სახლში. და ირაკლი? ირაკლი მაგდროს ხო სამსახურში? კარგი. ოღონდ მაშინდელივით ჩემი საყურეები არ აჩუქო. და
არც ირაკლის მობილური. ერთი რაღაც მინდა გთხოვოთ, თუ შეიძლება. შეიძლება ცოტა ხნით მობილური მათხოვოთ. მარიკა, დღეს დიდი დღეა. დიდი. ჩვენთან საავადმყოფოში შეგელაპარაკები კაცო. გისმენ. მეცხრეზე აკეთებენ უნიკალურ ოპერაციას. კაცი უნდა გადააკეთონ ქალა. მართლა. და თუ ამაზე გამოვიდათ, ცოტა დამაგვიალდება. მარიკა, რა თქო ცოტა დამაგვიანდებაო? კარგი, ბოდი ალობს რაღაცას. ვა, დაცოს გამომარჯოს. რა არის ეგ? ჩემი ნახატები. მე რა შედიდო რატომ მიგაკ? მე ეზოვეს მიეცი ლარი და ის გადაყრის. არა. მარიკა, აბა, რაღა დროს დაცოს ნახატებია. ამისთანა უნიკალურ ოპერაციებს აკეთებს ხალხი რა. ირაკლი. აი დენის ქვითარი მოვიდა, 118 ლარი გაქვს გადაგახდელი. რა ამბავია? მარიკა, წინა თვეში 80 ლარი იყო და ეს 118 ლარი საიდან? კარგი რა. ცოტაც მაცალეთ 1 2 3 თვე. მე გავყიდი ჩემს ნახატებს. ავაწყობ ნელ-ნელა საქმეს და წავა. მე წავედი. დღეს გვიან მოვალ ანანოსების დაბადების დღეა და იქ მივდივარ. ვინ ანანოსები? შენ რა ოპერაცია გაუკეთე იზბებია. ეგ ცოცხალია? ოჩახი ირაკლი? არა, დათო, ისე ზოგს უმართლებს ხოლმე. ირაკლი, რა მინდა გკითხო? სამსახურში გვიანობამდე ხარ ხოლმე? ნუ, თუ ინფარქტიანი შემოვიდა, მიწევს დარჩენა. და რა მეინტერესებს იცი? ინფარქტის სტატისტიკა როგორია დღესდღეობით ჩვენს რესპუბლიკაში? 3 დღეში ერთხელ ხდება. 3 დღეში ერთხელ. ირაკლი. და გუშინ და გუში წინ როდის მოხვედი? რა მახსოვს დათო? ეგ კი არა ის არ მახსოვს შენ როდის გამოხვედი ჩვენთან საცხოვრებლად. ირაკლი, შენ ოპერაციებსაც ხომ აკეთებ? აბა, და რამდენ ხანს გრძელდება ხოლმე? საშუალოდ 5 საათი. 5 საათი ცუდი. დაუშვათ. პაციენტი გეუბნებათ. ბარემ მანდ ვეხართ და ნაღლის ბუშტის ოპერაციაც გამოგეთებთ. მაშინ რამდენი ხანი გაგრძელდება? 10 საათი. 10. დაუშვათ პაციენტმა გადაიფიქრა. იყოს მან ჩემი ნაღლის ბუშტი. აღარ გამიკეთეთ ოპერაციაო, მაშინ რამდენ ხანს გაგრძელდება? და დაწყებული მაქვს უკვე ამოკვეთა. კი. კარგი შეკითხვა. მინიმუმ 15 საათი. 15. და ხშირია ხოლმე ესეთი შემთხვევა? მე, ინფარქტი უფრო ხშირია. ირაკლი, ისევ რა მინდა გკითხო. ინფარქტის გამომწვევი მიზეზი მაინტერესებს ძალიან. ნუ დათო, ინფარქტის გამომწვევი ბევრი მიზეზი შეიძლება დავასახელოთ. ხო. მაგალითად შიში. შიში. რა სისულელებს მეკითხები? რაში გაინტერესებს რა ვერ გავიგე რა დამაგვიანდა სამთ. ხო. ვინმე თუ დარეკა? უთხარი, ჩემ ნახატებს გავყიდი და მალე გადავალთქო. სიგი, დღესაც უფრო მეტი ინფარქტი დაფიქსირდება ჩემთვის უფრო უკეთესია. ალო, თქვენი ქალიშვილი უსაფრთხო ხელშია. ჯონის ის ძალიან უყვარს.
ალო იცით დღეს ჩვენ ხელმოწერებს ვაგროვებთ შევარდნაძე უნდა დავაბრუნოთ ალო სანეპით სადგურიდან გაწუხებთ გუშინ შემთხვევით წყალი ხომ არ დაგილებიათ ისე რა. აუ ზუსტად ასე აქვს ანჟელიკა ვარუმს. ხო, კაი, დაჯექი. ნახე, რა მოვიფიქრე. აი, აქეთ შემოსავალი, აქეთ გასავალი. ოჩახ? უი, იმ ბავშვმა მოიტანა ფული დაჭმოჭრული პერანგით რო იყო მოსული. მოიცა? ხო, მამამის დაკუჭული პიჯაკი რო ეცვა? შეხედე. მივაწერ. ყოლობაში რამდენი გვაქვს? მოიცა? 7 ლარი და 35 თეთრი. და ეს რა ფული აქ? ეგ ლიფტის ფულია გაუშვი ხელი. და ლიფტს ოდის ვაკეთებინებთ? აი მე არავინ არდებს და ჩვენ რა ვქნა? და ვინ არდებს გამაგებინე? აი აქ მაგ ყველაფერი. ესე იგი. ჭანტურიას არ დაუდევს, ამას დადებული აქვს, ამას პოღოსოვებს არ დაუდევს და ჩვენ არ დაგვიდევს. მე მირეკა. ჩვენ გვირეკავენ. რა მოხდა? 67 ლარია ტელეფონის დავალიანება. რატო? იმიტომ რომ მთელი ღამე ჭორაობდი რუსკასთან ერთად. გამაგებინე რა გაქვს ამდენი საჭორაო? არ ჭორაობდი რუსკას მალე ჩაეძინა. მე ვერ გათიშე? მერე მეც ჩამეძინა. კაი. ნუ კეთევან ტელევიზორს ყიდულობთ რა და ცოტა ფულიც გრჩება. აუ მე მაშინ მობილურს ვიყიდი. მე დაუნახა ვიღაცას და მოუნდა ეხლა. იცი როგორი ტელევიზორი ვიყიდოთ, აი ესეთი უნივერსალური პულტი რომ ექნება. რატო და ტელევიზორს რომ გააფუჭებ ხოლმე და ირაკლისთან რომ გავალთ საყურებლად, გადასართავად ხვეწნა აღარ დაგჭირდება. აუ მოიცა რაღაც ფული გვაკლია. რა? აუ მინდი წიგნებში ნახე. მოიცა? შეგი შემოსავალი აქეთ. გასავალი იქეთ. ზედგენიძე გიტარა დენის ფული. ჯინჭარაძე გიტარა გაზის ფული. ქეთევანი ხელფასი აიეტის ფული. თამარ, შეხედე რამდენი რუსული ფული დებს წიგნში დამალული. ვაიმე. აი თურმე რის თქმას ცდილობ და სიკვდილის წინ ვენერაბებია. გოგი მე ვარ ისევ. როგორ ხარ? რა არის ახალი? კაი კაცო. როდის? გუშინ საღამოს? რამდენი წლის? 55? კაი ეს რა მითხარი? 55 წლის კონიაკი მაგარია, გოგი. ოჩახ თქვენ? კი.
ნუ ახლა ჩემსგენ არაფერი, გოგი, ყველაფერი ძველებურად. დღეს წარმოგიდგენია, მთელი დღის განმავლობაში ერთი პაციენტი იყო მარტო შემოსული, ესეთი იოლი ინფარქტის ნიშნები ჰქონდა რა. რის ნიადაგზე? ბიჭო, ვიღაცას დაურეკავს. და უთქვავს, რომ ხელმოწერებს ვაგროვებთ. შევარდნაძე უნდა დავაბრუნოთო. ხო, ინერვიულა საწოდავმა. კაი, ხელს აღარ შეგიშლი, ეხლა ხო ვიცი ოპერაციაზე ხარ, მიხედე მაგ ოპერაციას, თორე გაიყვიძა მაგ კაცმა. ხო. სადა ხარ? კარგი რა, გოგი რა. მან რა უნდა კათეტერს კონტრაპერტულით გამოიტანე და დაამთავრე რა. ხო. კარგი, აღარ შეგიშლი ხელს. აბა შენიცი, დამირეკე რომ მორჩები. კაი, გოგი. იმ კაცის კარდიოგრამა. მაგერი. ახ, ერთი რა უნდა ამ კაცს რას ერჩიან? რა რითმია? ახალშობილის გულივით აქ. მოიცა? პათოლოგიური ქუკბილი გამოჩთა? ბიჭო, არითმია? თანაც მოციმციმე? რა? ჰისის კონის მარჯვენა ტოტის ბლოკადა? სწორი ხაზი. რა კაცი იყო? ნათია. მე ძახთით ირაკლი. მოდი რა. ნათია, ესენი თუ მოვიდნენ, შენ რო იცი ისე, ლამაზად. უთხარი. არაფერი სერიოზული, ყველაფერი რიგზეა თქო და გაისტუმრე შენ შემოგევლი აქ ნუღა შემოიყვან რა. აი ეს მანაგაძეს ჩაუტანე. იმან უთხრას რაღა ჩვენგან გაიგონ ცუდი ამბავი. ისე თქვენი განსაკუთრებული პაციენტი როგორ არის? ისე. ცხოვრობს ჩემთან. ამბობს 2 წელიც მაცალეთ. გავყიდი ჩემ ნახატებს. მეოთხე პალატიდან ბაქრაძისთვის დანიშნულება გაქვს დასაწერი. უი, სუ დამავიწყდა. დაჯექი ნათია უცებ დავწეროთ. მაგას ძალიან ისეთი კлауზნი პატრონები ყავს. ესე იგი ციპრო უნდა მივცეთ. დღეში 3-ჯერ. ოღონდ შენ შემოგევლე რა, იორდანიული არ იყიდონ არ ვარგა რა. გერმანული მიეცეთ. ციპრო შესაბამისად კუჭს გააღიზიანებს. ომეპროზოლი 2 კაფსულა დღეში 2-ჯერ მიიღოს ჯანდაბას. ოღონდ ბულგარული არ ვარგა, ინდური. სიცხიანობს ხო ეგ კიდე? კი. არყით დავზილოთ. ნათია, ოღონდ ნუნუსი არ ვარგა, ხო იცი, ეთერისი იყიდონ? ნათია, და რა ხმაური იყო გარეთ, რა ხდებოდა? არაფერი, ლიფტი 2 დათვრა, ცეკვავდა და გოგოები ვიცინოდეთ. ამ სამსახურშიც რო არ ხდება არაფერი ახალი. გონი მოვჭი ყველაფერს. სანდრო, მართლა დიდი ცხვირი მაქვს? ეკა. ხო არა მაქვს არა დიდი ცხვირი. და თვალები როგორი მაქვს? თვალები რა ლამაზი. გამარჯობა. სახლის სიძეს დაუტოვე, საღამომდე თავისუფალი ვარ, ანანო მოვდივარ. მოიცა, უჩემოთ სად მიდიხართ? დღეს არის ბებია ჩემის დაბადების დღე და გადავწყვეტე გაუკეთო სიურპრიზი და გადავუხადო. სიურპრიზი როგორ უნდა გადაიხადო? თვითონ არ იხდეს? არა, თვითონ არ ახსოვს. კარგი, მაგრამ ხელცარელები ვერ ავალთ. საჩუქარი უნდა უყიდოთ. საჩუქარი? მოდი არ გვინდა ბებია? იცი რა ქალი იყო ბებია ჩემი ახალგაზრდობაში, აბა
100 კაცი ექვემდებარებოდა უშიშროებაში მუშაობდა. აი ამ ბარის ხელა ერთი კაბინეტი ქონდა, მაგრამ ეს თი კაცრი, თავდაჯერებული, ძლიერი, მამაცი, ესეთი აი, შენ ბაბუას გავნა. კუბიკი რო ვაჩუქოთ. აი მე რა კაია. თან ადვილად ააწყობს, ბებია ხო დალტონიკია. მე მგონი ჯობია პატარა ლამაზი იადონი ვაჩუქოთ. იადონი. მე მგონი არ იქნება ცი კარგი საჩუქარი. რატომ? ალბათ ანანოს ბებია ვეგეტარიანელია. დასაცმელი ვაჩუქოთ. მე არა გაგიჟდი, ბებია ჩემი ხო დასაცმელს მარტო იტალიაში ყიდულობს. საჩუქარი. აღარ იფიქრეთ საჩუქარზე, მომაფიქრდა ფანტასტიკური რაღაცა, იცით რამდენი ხანია უნდა. ოღონდ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ. რაზე? მე და სანდრო ვართ შეყვარებულები და მალე დავქორწინდებით, ბებიას ესე უნდა უთხრათ. გეხვეწები რა. სანდრო შემჭამა რა, როდემდე უნდა იარო. მარტო შვილებს როდის ჩამიგორებ ყავს. სანდრო, მივდივართ. ტაქსი გამოიძახე. კარგი, საცხოვროს ბებიაში. მაშენებელზე. საბურთალოა, ხო? არა, სანდრო ყაზბეგში გერევა. ყაზბეგი აღმაშენებელი, ორივე მეფეა და მერევა ერთმანეთში. თევან, ეს ტელევიზორი ხო გასაგებია, მაგრამ ეს სავარძელი რა ჯანდაბად გვინდოდა, ჰა? რაც მინდოდა და იმ გათახსირებულ ლიკატალახაძეს უნდოდა ამ ტროიკის ყიდვა და ეხლა ვნახოთ როგორ იყიდის. აიმე, ძალიან მძიმეა და აღარ შემიძლია რა. ტაქსით მაინც მოგვეტანა. კარგი რა თამა, ტაქსი ძვირია, 4 ხვარს მაინც გამოგვართმევდა. მარშრუტკა 50 ჩვენივეთ მოგვატანია. დაიმე ქეთევან. რა? ნაწოლებია. რა? მაჩვენი გასაღები. ნაწვალები კი არ არის, სამსახურის გასაღებით რომ აღეთ მაგის ბრალია. ხო, სამსახურშიც იმიტომ არის ხოლმე ნაწვალები. რა დაბდურა ხარ რა თამამა. დაიმე, რატო გასაღები რომ ეშლება იმიტომ? არა, მარტო მაგიტომ არა. გახსოვს ხელი რომ მქონდა მოტეხილი და 2 თვის მაგრა თელი 8 თვე რომ დადიოდი თაბაშირში. ჯერ ესეთი 7 და მეორეც მიხდებოდა. აი ეს არის ჩემი სახლი. რაღაც ქვითარი გაქვს. ეს გაზის გადასახადი იქნება. ჩხეიძე რატო წერია? ეს ინკასატორს ერევა ხოლმე. გამარჯობა დათო. გამარჯობა. ესენი ჩვენი მეზობლები არიან, ეხლა გადმოვიდნენ. ხო ხედავ, ბარგი ეხვაში აქვს. უყურე ამას. სანამ თელმა კორპუსმა დაგვინახა, შევიდე ჩიმით, მომეცი გასაღები. მომეცი. ეს რა არის? კამფეტი. დაიმე, აბა ეზოში ძაღლს რა ვაჭამე? ვაიმე, ესე იგი დავრჩიტყავ და ვეღარ შევალ შიგნით რა ვქნათ. მე მირეკავენ. გაითიშა. გათიშა. შენი გასაღები სად არის? აი როგორც კი შევლათ აქვე უჯრაში დევს. აურა, აი სულ ერთი წუთით გამაღებინა კარები. გამოვაღებდი უჯრას, ავიღებდი გასაღებს, გავაღებდი კარებს და всё. ეხლავე მოდით გენაცვალე ვაიმე როგორ გამახარე ანანო როგორ გამახარე შილო მადლობა დიდი მადლობა მომბრძანდით
დავძანდით. მადლობა. ბებო, ეს შენ უი, მადლობთ, ანანო. ბავშვით მეყვარს საჩუქრელი. უი, გენაცვალე, დიდი მადლობა, ჩემო სიხარულო. მადლობა, ჩემო ციცოცხლე, დიდი მადლობა. ბებო, მარიკა ხო იცანის, ირაკლის მეუღლე. ირაკლი? ხო. რომელი ირაკლი? აი, ბუე. ჩემი საყვარელი ექიმი. თქვენ იცინეთ და რო არა მაგის სიცილი, მე კომიდან ვერ გამოვიდი. თქვენ როგორ ახართ? კარგად, მადლობთ. ბებო, ეს სანდროა. მოიცა რომელი სანდრო მთელი ოჯახი რომ მოუთმენათ ველოდებით? ხო, ეგ სანდრო. კი, მაგრამ თქვენ საიდან იცოდით ჩემი დაბადების დღე? უი, არა, ანან, ვენაცვალე. ანანოს გარდა ჩემი დაბადების დღე არავის არ ახსოვს ქვეყანაში. უპასუხებ. არა იყო. ჩემი დაქალები არიან. დილიდან რეკავენ, მაგათ მიზეზი მიეცი, რომ იქეიფონ და დალიონ. ხმაწვილო. დიახ. ერთი ეს მითხარით. აი, რა საქმიანობთ? კომპიუტერების სპეციალისტია. დიახ. კომპიუტერ მუშაობ ექსელებზე, ვორდებზე, ძირითადად პენსიუმ 4-ები მაბარია. და თუ დრომ რჩება, შეთავსებით Skype-საც ვაკეთებ. ამას რა დაამახდა იმახსოვრე? ხო იცით, დღევანდელი ტექნოლოგიები რა რთულია. გასაგებია. უი, გავაგებ ბებოჭი. არ გააღო, მეზობელი იქნება. არა ყავს და რა ვქნათ? ალბათ აბაზანაში წყალი დამრჩა, გადაკეტე, ჩუმად ვიყოთ და ეგონება რომ სახში არ ვარ და წავა. ეს თქვენი ალბომია? კი, უი, დავათვალე. ნახოთ, შეიძლება? სიამოვნებით. კი ბატონო. აი, ეს ჩემი პატარობა. ეს პირველად რო წავედი სკოლაში. ეს ბოლო ზარი ბატონო. აქ მე და ჩემი დაქალი ვართ უკვე სტუდენტები ვართ. როგორი სიმპათიური დაქალი ყოლიათ. დაგაგვიანდათ ხმაწვილო, გათხოვდა. დიდი ხნის წინ სხვათა შორის. ხო, აი გაჩვე. აი ეს სოხუმში ვართ პლაჟზე. აი მე რა ლამაზი საღამოს კაბები გაცვიათ. რა კაბები გოგო, მაშინ ასეთი მოდა იყო იმის კობალნიკების. აი ეს რესტორანში სოხუმია ესეც რესტორანში. ცოტა წავიქეიფეთ, მერე რო იცოდეთ რა ბიჭები, რა ლამაზი ბიჭები აგვედნენ. აგვე კიდე და აი აქ არა, თქვენთვის ეს უკვე აღარ არის საერთოდ. ბებო, ჩვენ წავალთ დროა უკვე. ვაიმე, ასე ჩქარა. მოდით სანამ წავალთ, სამახსოვრო ფოტო გადავიღოთ. ძალიან კარგი. ანუ მოდით და მიცადეთ. დავაყენოთ. აი ესე. აბა, მოიმზადეთ. გაიცინეთ. აი ეს. დიდი მადლობა. ბავშვებო, ხშირად შემოიარეთ ხოლმე რა. იცი, უი, სხვათა შორის ჩემი დაბადების დღე 2 კვირის მერე კიდია. ძველი სტილით. სანდრო, ერთი წუთი. შვილო, არ შეიძლება ვინმე
ნორმალური კარგი ბიჭი გააცნოთ ანანოს. თორე იცით, ხან ვინ მოყავს, ჩემი შეყვარებულიაო და ხან ვინ და არა, როდემდე უნდა მატყუოს, ა? კარგი, შევეცდები. ფოტოს ანანოს გამოვატა. არა, ნუ შეწუხდებით. ჩემ პოსტაზე გამოვაგზავნეთ. ჩემი მისამართია ბებია. პოსტა გე. ძალიან კარგი ბინა. ბინა რა. სახელოსნოთ ვიყიდე. უკაცრავად. სულ დამოვიწყდა მე თქვა, ეს არის ჩემი ყოფილი ცოლის ბიძაშვილი. ცოლმა გამოაგდო და ეხლა ჩემთან ცხოვრობს. სად არის ჩემი ცოლი? გასულია, გასული. რა არის ხა იცი, ცოლს რო გაშორდა. ო, ნერვოზი დაემართა და ცოტა მე რა და სუეძებს თავის თავს. სულეძებს. და როცა ეძებს მე ვეუბნები რომ გასულია, გასული და წინა. სად არის ჩემი ცოლი? გასულია, გასული. სულ დამოვიწყდა გამეცნო. ეს არის ნინი. ეს არის ჩემი ყოფილი ცოლის ბიძაშვილი. ცოლმა გამოაგდო და ეხლა ჩემთან ცხოვრობს. სასიამოვნოა. ძალიან სასიამოვნოა. სასიამოვნოა. დათო, ეს რა პროექტია? ეს არის პროექტი ირაკლი შენ შეგიძლია ჩაერთო საუბარში ნადიბაიძის სამოთახიანია და რამდენი კვადრატულია? კვადრატული ხა მე ზუსტად არ მახსოვს აი ირაკლი როცა ნერვიულობს ხოლმე სულ ესე დადის და თან ზომავს ხოლმე და ბოლოს რამდენი იყო ირაკლი რომ გადაზომე ირაკლი ეს არის ჩემი საძინებელი აი შენი საძინებელი რამდენჯერ უნდა გითხრა ირაკლი შენა და შენი პერანგი რატო აცვია? რატო იცი? სულს რომ გაშორდა ნერვიულობისაგან გასუქდა. მე გავხდი. და ამიტომ ხანდახან თხოვლობ ხოლმე ჩემს პერანგებს. 115 კვადრატულია. აივნის გარეშე 115-ია. 115 ყოფილა აივნის გარეშე. მადლობა. და თო რა კეთილი ხარ რომ გაჭირვების დროს ირაკლი არ მიატოვე და შეიკედლე. თქვენ კიდე არ იცით რა კეთილია დათო. რისი მოთმენა უწევს ხოლმე ჩემს გამო. არა რატო ირაკლი შენ არ იცი ირაკლი როგორი კეთილია სულ იმაზე ფიქრობს რა მეტი მაინც მასია ფონდოს. და ირაკლი თქვენ სად მუშაობ? არსად. უსაქმური ვარ მე. და მთლიანად დათოს კისერზე ვარ. მაგრამ მალე გავყიდი ჩემ ნახატებს ავაწყობ ცხოვრებას. ირაკლი მე მგონი მე მაქვს იმდენი შემოსავალი რომ ჩემ ხარჯზე იცხოვრო და თანაც ისე რომ არ დაგაყვედრო. კი, დათო, მაგრამ უხერხულია. როცა შენ მოდიხარ სამსახურიდან დაღლილ დაქანცული, შედიხარ შენს საძინებელში. დასვენება გინდა, ამ დროს მოვდივარ მე, უსაქმური მთვრალი.
ვიღაცებს მოვათრევ, ვიგინები, მეზობლებს ვურტყამ. ეხლა სიმთვრაზე და გინებაზე თუ მიდგა საქმე, მეც არ ვაკლები ირაკლი. იცი რას გეტყვი? დათო. ის ჩემი ნახატები. თუ გასაყიდი იყო, აქამდე გაიყიდებოდა და უმჯობესი ხომ არ იქნება, ხვალვე დავტოვო ეს ბინა. ვერ დაგეთახმები ირაკლი. შენ შეგიძლია ამ სახში იცხოვრო იმდენ ხანს, რამდენი ხანიც გინდა. ჩემი ბრალია. ჩემი ბრალია, ჩემი. ასე ადრე რომ არ მოვსულიყავი სამსახურიდან, ეს ამბავი არ მოხდებოდა. დათო ზარია. ირაკლი, ბატონო. სახლის კარი ჩაგვეკეტა, გასაღები დავკარგეთ და იქნებ დაგვეხმარო. რა თქმა უნდა დაგეხმარებით, გოგოებო, ჩაქუჩს ავიღეთ. დათო. შენ რომ გუშინ ჩაქუჩი იყიდე, ხომ არ გახსოვს სად დავდე? როგორ არ მახსოვს ირაკლი, აივანზე დევს კუთხეში. მადლობა დათო. დათო, იშოვე სამსახურიდან. წამოდით. ირაკლი, მარიკა სად არის? მარიკა ვინ არის? მარიკა? მარიკა არის ირაკლის კატა. ირაკლის კატა არის მარიკა და სულ არ უყვარს ხოლმე ყოფნა და ეხლა საწავით არ ვიცი. მარიკა. გამოდით. დროზე. ხო. მარიკა, კატა. ირაკლი კიდე ვირია. დიდი ვირი. დათო, მე წავედი, შენ დარჩები არა? ხო. ცოტა ხანს კიდე დავრჩები. მე გავყიდი ჩემს ნახატებს. ავაწყობ ნენელა საქმეს და წავა. შეიძლება? უბრძანდით. მადლობა. უბრძანდით, იქ მალე იქნება. დაევიდეთ. მადლობა. ექიმი არ მოსულა? ხალათი გამყვა გუშინ და გასულია,